მოგესალმებით მეგობრებო. ფიტი ყავს მოკლედ განახეთ მის მდგომარეობას გასწორებულ კრილოს რას იზრახიან. ეს კრილო ჩაკერდა როგორც ხედავთ, ანუ აზრი ვერ ხვდები ამ კრილოს ჩაკერებულის, იმიტომ რომ ფაქტიურად თუ დაზიანებულია. ეს ჩაკერებული როცა არის თქვა დასამუშავებელია როცა ჩაკერებულ ადგილებზე, არა მთლიან კრილოსე რა. მოკლედ ასე ჩაკერებულია, ბევრს არ ვლაპარაკებ, უბრალოდ განახეთ არის ალბათ ჩაკუძე წამოეგო ფეხი და უბრალოდ მიეგოა ეს კრილო დავარდნიდეს. ჰოპ, როგორ დაჯდა ეგრევე დაადუღეს მოკლედ არ ვიცი. აზრი არა, მოკლედ ხე განახეთ მის მდგომარეობას. როგორ მუშავდება მოკლედ აქ ბაგაჟნიკის დიდი მდგომარეობა აქვს. რაც შეეხება აქეთ კრილოზე ესე აქ მოკლედ ნამცხვარევითაა ატაჩილებული, ერთი დიდი ნაჭერია, მეორე პატარა ნაჭერია ატაჩილებული, ქვემოთ კუთხეში აქ ატაჩილებული. მოკლედ ესეთი მდგომარეობა აქვს, ეხლა განახოთ მოკლედ როგორ თამაშობს, როგორ მუშავდება ფაქტიურად, აი ესე მოკლედ აი ჩავადე უკვე. კასტი ჩავადე, ხა უყურეთ. აი ეს ნუ კილკის ბანკასავითაა აქ აი დოლივითაა მოკლედ აზი არ იმენა გადახვედებულია, განაცხელებია, მოკლედ დაზიანებულია. ხართ მუშაობის საშუალებასაც არ გაძლევს, სადაც ხელს დებ უბრალოდ აი ესე თამაშობს. არ ვიცი, ესეთი დიზაინი აქვს. რაღაცა უნდა გამოვიდეს. მოკლედ აი ეს რაღაცები ემართება. მოკლედ ეს არის იმის გამო, რომ არის ძალიან გადანახურები. არასწორად ჩაკერებული, დაჭიმული, მოკლედ გაბერილი, რა ვიცი რა. და ხა პატრონს მოდი უხსენე, რომ აი ეს კრილო მოკლედ ჩაგიკერეს და არასწორად ჩააკერეს, აგირე დაზიანება აქვს. და დააზიანეს მოკლედ მუშაობის დროს. მოკლედ აი ეს მდგომარეობა აქვს ამას. აი ეს ტაშტევი თამაშობს. შიგნითაც აი ესია. მოკლედ ჩაკერებული, ატაჩილებულიც კი არ არის, შოუიც კი არა დაგერმეტიკებული, შოუზეც კი არ ზის, აი უბრალოდ უკვე ზემოდანვეა ეგრევე გადადუღებული. ნარუცა აქაც უყურეთ ახლა. ახლა თვითონ შეაფასეთ რა ის თონაკეთებია ეგ ახედოთ ახლა. აი უყურეთ, აი უბრალოდ ზედოზე ეს რა ვეთქვა 10 და ეთყობა რა ვიცი. ეთყობა ხატვაში ვერ იყო ძმა და რავი აი ესე გაცილებული მოკლედ. არ ვიცი მოკლედ რა ხდება, აზია რა ვარ. რაღაცა შინლება ხდება რა. მოკლედ ნახოთ რა შევეცდები ეტაპობრივ გადავიღო, განახო როგორ მივიწევი. წინ რა გამოვა ამ ტაშტისგან. რა შედეგს მივიღეთ რა ვიცი. ტაშტერსაც უყიდიან, რაშიც ფეხებს იბანენ, ესე ჟესტი ნამდვილად არ თამაშობს, რა შეუარესია რა. მოკლედ აი ეს მდგომარეობა გვაქვს ჯერჯერობით რა. მოკლედ აი ესე გადავწყვიტეთ მე და გიო. გავაცხელოთ რომ რაღაცი თავი შევაკავებინოთ, რომ რაღაცით დავამუშაოთ, რომ რაღაცას დავამსგავსოთ. შორიდან ასროლი კრილო მოკლედ. აი ესე მოკლედ რა ვიცი. დოლივით არის მოკლედ აი რესტორანში დოლს რო უკრავენ ხოლმე. აი საშინელებაა მოკლედ არ ვიცი რა თან ჩაკერებული კრილოა რა ვიცი. აი ინდონეზია დაჩაგრული რომ უბრალოდ კრილოსთან მუშაობაც კი რთულია რა. დაჭემული არ ვიცი რაღაცნაირად საშინელად გამიკერებული რა. აი ეს უწვალოს ჩვენი გიო მოკლედ. რაღაცას რომ დაამსგავსოს მოკლედ რავი რაღაც ფორმამდე მივდივართ მაქსიმალურად თავს იკავებს რომ აღარ ითამაშოს. აბა შიგნითაც ნახოთ როგორი ნამუშევარი აქვს მოკლედ აი ეს ნამუშევარია შიგნითაც. შიგნით ფაქტიურად ეს შემიძლია თქვა. ეს რა ამ ჩაკერებულს ამ იზოლს უყურეთ ეს რა ხო არ გადაო. ანუ შიგნით შემოდებულია და აი აქა ჩაკერებული. აი ეს მასა რასაც ხედავთ უზედმეტია. უზედმეტია მოკლედ რა. და მაგიტომაც თამაშობს მოკლედ რა. არ ვიცი. ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს. აი აზია ეს აკეთებული, მყია შემხედრია ამაზე უარესი ნამუშევრები, მაგრამ თლათ ესეთიც არა, თლათ ესეთიც ვერა. რავი, მოკლედ ნახოთ, ჩვენი გიოც რას გამოიყვანს, მე ეტაპობრივად მეც გადავიღებ. და რავი, საბოლოო ჯერს მაინც გადავიღებ, განახებ სულ ცუდი გამოვიდეს, რავი. მიგაკეთებული არ არის. რავი და მეშალკით დავაი. აი ეს აი მაგარ ნაკეთებებს აი ესე მალავთხომი შპაკში. უთვალიერებს ეს.
Давай, Игюшки. Давай. დაუზიანებელი მართლა. ეს დამცის რეჟიმში კეთდება, რომ როცა მოყიდა თან აფრიდება, უნდა თუ ხელი შეშტიო, თულა. თუ სიტყვა დაიჭირო, ზოგი საფზე აკეთებს, შუმა იზოლაცია, ჩვენ აქ შეხატება. ეს არის ჩაკერებული კრილო. ჩაკერებული სხვა, ჩაკერებული დაიფანდი კალიფი ბატონო ჩაკერებული. Ini adalah wujud. Ini kamu itu apa? Kamu video apa sih? Kalau ini tuh sekolah gas, lebar gas, tidak gas. Kalau jangan ini, Bizim tavare akıl patronus çabardes. Mere fazla. Saat kali bir Bravo, девушки. Bravo. Bravo, девушки. მეგობრებო, დავშპაკლია ესე აქეთან მხარესაც ანალოგიურად. ანუ რავი, ფაქტიურად გიფსი გამოდის აქეთან მხარეც, იმიტომ სისქი არა რეალური სისქია. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ არ გასკდება, ესეთი რაღაც არ არსებობს. იმიტომ მე შპაკსაც თავის ზომა და თავის ნორმა აქვს. გინდა როცა უსმევ იქიდან გამომდინარე. არ უნდა ამოაშენო, უნდა წაუსო. აქ კიდე ამოშენებულია, გინდა აქეთან მხარეც. კიდე საბარგული კი გახსოვთ, აი ესე იყო ატაჩილებული და ვითომ გასწორებული, მაგრამ ფაქტიურად აი ესე გაილესა ქვედა მხარეც ანალოგიურად. რაც შეეხება აი ამ შორიდან ნასროლ კრილოს, რომელიც შეცვლილია და როგორც ხედავთ, სუსპაკშია, ამის აზრი ვერ გავიგე, რატომ შეიცვალა. მოკლედ აი ესე ამოაშენეთ, ორი ბანკაზე შპაკლი იმენა გავხსენით. აი ყრია ბანკები, მოკლედ ეს ქვედა საფეხური. ეხა განახებთ შიგა მხარე როგორ მიკერებულია, როგორ აქვს ჩაკერებული, უბრალოდ განახებთ, მოკლედ. თითო და გამოვშევიდეთ, ეხა შიგნით განახებთ. მოკლედ იმ ხელაზე ზაზორი აქვს, მოკლედ უყურეთ აქედან. აი ეგ შპაკლიდან და ჟანარეკლი შემოდის, შუქი შემოდის რა, მოკლედ ეს რაღაც არ უნდა იყოს, უნდა იყოს Z პირზე რა, აი ეს უყურეთ. ეს უნდა იყოს Z პირზე. შპაკლი კი არ ამოვამს. აი აქედან უყურეთ. აი აქედანაც ნახე ყველა ღრიჭოკ, აი ესე ჩაკერებული, მოკლედ ეს დატოვებული აქვს, აი ესე რაღაც საშინლად რა. მოკლედ ძალიან ცუდათაა გაკეთებული. რა ვიცი რა, ამის გაკეთებას მე ვერ დავარქმევ რა. აქედან მხარეს შიგნითაც აი ესეთი მდგომარეობა აქვს რა, ვიცი რა. აქ იმ დონეზე იყო რომ დაჟე შპაკლის წაუსვი, რომ მე გერმეტიკით რაღაცნაირად ფორმა მიმეცა რა. არ ვიცი, გაკეთებულია ძალიან ცუდი, აი ძალიან ცუდი გაკეთებულია რა. არ ვიცი, რა მოკლედ აი ეს გიფსია რა, ეს ფორმა მოკლედ აი ესეთ მდგომარეობაში აქვს და აი ამ ჭრილს როგორც ხედავთ, აქედან არ ვიცი რამდენად ჩანს კამერაში. აი ამ ჭრილს როგორც ხედავთ, უბრალოდ ეს უნდა მიმჯდარიყო Z. და ეს არის ქვემოთ ჩაყოლებული და აი როგორც ხედავთ ნადუხს, აი აქედანა აი ესე ჩადუღებული და ანუ აქედან აი აქამდე აი ეს კინა Z-მეტია. ალბათ წონის გამო დატოვეს, რა ვიცი. მოკლედ აი ეგრეა რა გაკეთებული რა. მოკლედ ეს ეხლა ამას გავშურკავ, აბა დავტოვებ დღეს, ბოლომდე გაშრეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფენა ამაზე წასმული. ხვალე გავშურკავთ და დავგრუნდავთ. მოკლედ ერთ-ორ დღეს დავტოვებთ, როგორც პირს აიღებს, მანამდე ბამპერები წამოგეწევა. დავშურკავ და ღუმელში შევაგდებთ, შევღებავთ და ნახოთ რა გამოვა ჩვენი გიფსისგან.
მოკლედ მეგობრებო, კარები დავამზადეთ, უკანა კრილო ავაშენეთ, საბარგულიც ავაშენეთ, უკანა კრილოც ავაშენეთ, მაგიტო ვიძახი, რომ იმიტომ სტანდარტზე კი არა და ბევრად მეძზე შპაკლი წავიდა უკანა კრილოებზე და საბარგულზე ფაქტიურად ამოვაშენეთ, იმიტომ რომ ფორმაზე არაფერი არ ქონდა. ანუ ეს უბრალოდ ხოლმე დროებითაა, ვერ ვეტყვი ეს რომ იქნება სამუდამოდ მახილა მასიური შპაკლი როცა მიდის, შპაკლი იმის კი არა საფუძველი ჩაიყაროს და შენებლობა მიდიოდეს, მოკლედ ეს თემა არ არის რა, ანუ უბრალოდ დაშპაკლა ჭირდება მიზერული შპაკლი მიდის, კი არის მასიურად რაღაც ადგილ მიდის, მაგრამ ამ ეტაპზე რაც თქვენ ნახეთ, აქედან გამომდინარე ზემოთამდე სულ კაი მასიური შპაკლი ადევს ზეთ. არ ვიცი, კაი მასიური და ჯერ დაუკვირდით აქეთ მხარე დაგდებული აქვს, მოკლედ სიმყელი იმდენი შპაკლი უსვია კიდევაც რა. დაჭოქილია მარცხენა მხარე, მოკლედ. აქეთაც ანალოგიურად, როგორც ხედავთ, წამოწეულია კრილო, როგორც ხედავთ, დაშპაკლისგან აქეთ მხარე დაბრეცილი აქვს, მოკლედ. არ ვიცი, შეიძლება ესეთი ნაკეთებია, ჯერ ვინ გაკეთა, არ ვიცი, მაგ ხელოსთან მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, არანაირი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ просто შეიძლება და ცოტა ლამაზად გაკეთებული იყო ეს, რა ვიცი, ეს შორი და ნადუღის ნასროლი და აქაც რა ვირა, რა გითხრათ, კაროჩე, ვერც ვიდეოს ვერ ვიღებ ბოლოს რა არის გაკეთებული, რა ვთქვა. მოკლედ, კაროჩე, ზედვე ესია დადუღებულია, ვარც, მოკლედ გადაღებას არ ვაპირებდი, просто ისეთი შენებლობა წავიდა, რომ მინდოდა რომ მაქსიმალურად ესეთ გვენახა ამ კრილოსგან რა გამოგვიდოდა და ამ საბარგულისგან რა გამოვიდოდა რა, ძირითადად აი ეს უკანა მხარე, რომელიც არის ძალიან ცუდი ნაკეთები, ძალიან სულ მდგომარეობაში იყო მანამდეც ეს აქეთა მარცხენა კრილო, დარწმუნებული ვარ ალბათ ესაც იყო ეგეთ მდგომარეობაში, მაგრამ და ესეთი დამპალი კრილო რატომ მიაკერეს, დაბრეცილი კრილო რატომ მიაკერეს, მაინც ვერ ხვდები. აი ეგ როგორც ხედავთ, აი ჟანგი აქვს, ფაქტიურად უკვე ჟანგი აქვს წამოსული, ხა იქ მე რა უყვა გასასუფთავებელია, სვარგით შესამსებია, ეს შპაკლი ამას ვერაფერს ვერ იზავს. აი ვაფლივით ხრაკუნობს, როშენის ვაფლივით ხრაკუნობს, აქ რა უყვა. აქ ხა როგორ ვთქვა, რომ კაი გაკეთებულია, როგორ ვთქვა, რომ იوارგებს და არ დაჟანგდება, ამას ვერ ვიტყვი. მოკლედ, საგინებელს ვერ გავიხსნით თავს რა. მოკლედ, ეს მდგომარეობა აქვს, ფაქტიურად ვიღაცამ გააკეთა, არ ვიცი ვინ გააკეთა. ალბათ გასაყიდად ყავთ, მოკლედ, ეს მდგომარეობა აქვს, შიგნიდან დავაბეშუმებ, რავი, რასაც დაიჭერს, მაგრამ დიდ ვერაფერს ვერ დაიჭერს რა. უბრალოდ დროებით იქნება ეს ყველაფერი რა. არ ვიცი, მოკლედ ესეთ მდგომარეობა აქვს, მოკლედ შევღებავ და მე ერთად გადავხედოთ ფაქტიურად შეღებელი რა გამოგვივა ეს კრილო, იქეთა კრილო და საბარგული რა. მაქსიმალურად დავიხარჯე და ფორმები გამოგვეყანა მარცხენა მხარეს და ანალოგიად მარჯვენა მხარესაც, შტანგელით გამოვიყვანა ეს კანტებით, ანალოგიურად რომ იგივენაირად დააჯის აქეთა მხარესაც, ამ კუთხეებსაც, რომ კანტები საცელა რო ყოფილიყო, მოკლედ ეს ყველაფერი ხუთიანზე გაკეთებული. შევღებავთ მოკლედ და მანქანა გამოკამფეტივით ხოლმე დროებით. მოკლედ აი ესეთ მდგომარეობა გჯერჯერობით ამ ჩვენ ფიცს. მოკლედ მეგობრებო, დავასრულეთ ჩვენი დატანჯული ფიტი. აი ესეთი გამოგვივიდა. ეს კრილო გახსოვთ, მოკლედ მისი მდგომარეობა, როგორ გაილესა, როგორ გაკეთდა, ფაქტიურად გამოვიდა ესეთი გემდიელი. აი ესეთი კაი გამოვიდა. ესაც კარებები. საბარგულიც ანალოგიურად, აი ეს იდეალური გამოვიდა. აქეთა კრილოც გახსოვთ გალესილი, მოკლედ, აი ესე გავყევი ბოლომდე ზედმხარეს დამწვარი იყო ფაქტიურად, უბრალოდ გადავედი საღებავი და ლაკით, რომ რაღაცა მაინც დამთავრებული იყო ეს მანქანა. ესაც მისი ბამპერებიც ეს იდეალურად გამოვიდა. აი ესეთი გამოვიდა ბამპერები და საბარგულიც აი ესეთი გამოვიდა. მოკლედ, რავია, ეს უკანა კრილო კიდე ესეთი გამოვიდა რა. შიგნიდან ესე გერმეტიკები და რაღაცები გადმოუსვი და მოკლედ აი ესე რა. გემრიელი გამოვიდა. რო არიან ზოგიერთი ადამიანები გახედავ ვიზუალიდან კაი ჯიგარო ჩანს, მაგრამ შიგნით მაგარი დამპალია და სადაც მიახლოებით გამოვიდა აქეთა კრილოც და იქეთა კრილოც ეგეთ ტიპი გამოვიდა. ლამაზია, გამოგვივიდა, იდეალურია, მაგრამ
სარგლა შპაკლია მოკლედ რა იტყვიან რა. უბრალოდ ქანდაკება გამოვიდა მარჯვენა კრილო და მარცხენა კრილოც რა. მანამდეც კი ნახეთ როგორ ჰაუზილეზე და შპაკლი უბრალოდ დავადე, შიგა მხარე კიდევაც ნახეთ რა პრობლემები აქვს დაჟე აი ეს ჯიბეც კი არაა გასწორებული რა. უია ეგ ახედეთ, აი ეს დაბრეცილია, მე აქ რა უყ. აი ეს მიკერებული ნახეთ პროსტ შიგნა როგორ არის. არ ვიცი, უბრალოდ შორიდანა აი ეს კრილო ნასროლი როგორც დააჯდა და ეგრევე დაადუღა ძმამ, კაროჩე და რა ვიცი რა, რა ვიცი, ვერ გეტყვით ვერაფერს. მოკლედ აი ეს მდგომარეობა ბოლო ეტაპზე გამოვიდა ყველაფერი იდეალურად, რა ვიცი, გადამის ადგილებით ისე დავამუშავე არ ჩანს, არის იდეალურად, ტოჩკებიც აი ესე მივეცით როგორც ხედავთ. რა იდეალური გამოვიდა რა. ივლისი გორავის მოკლედ, რა ვიცი, ვაი იმას ვინც ეყიდის მოკლედ რა. აი ესე რა მოკლედ. დროებით მეგობრებო, მადლობა ვინც უყურეთ ჩემ YouTube არხს, გააზიარეთ, რა ვიცი, გამოიწერეთ და ასე შემდეგ. კარგად იყავით ყველა დროებით.